2017 წლის 16 მაისს ნატოსა და ევროკავშირის საგამოფენო გამოფენაში მოეწყო სტუდია ქაეთის სოციალური პროექტი აჩქრის შეხების გამოფენის პრეზენტაცია. სადაც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანი და ქართული ფოტოგრაფები, ასევე მოეწყო კვარტეტ ედელვაისის კვარტეტ ედელვაისის სიმღერის პრემიერაც, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნაკეთი ორგანიზატორებს ქალბატონ ხათუნაკეთილაძეს და ეკა ბუჩიკურს, ასევე ჩვენს აზერბაიჯანელ სტუმრებს აითან ალიევს და გულნარა მამედზადეს მოყავდით, რომელიც შეიმუშავა მოდი არ მიწეთ. ასევე უშუალოდ ჩვენს თემასთან შეეხება, გადავიდეთ ჩვენს თემასთან დაკავშირებით. 2017 წლის 17 მაისს 202 უსუნათლო ბავშვთა სკოლაში მოეწყო ამავე სკოლის 120 წლის იუბილეის გრანდიოზული კონცერტი. ეს შესახებაც ჩვენ სტუმრებთან ვისაუბრებთ, ასევე ვისაუბრებთ სკოლის დაარსების ისტორიაზე და ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ამჟამინდელ მდგომარეობის შესახებ უკვე თქვენ მივხვდებით, რასაც გულისხმობ. ჩვენს მაყურებელს გავასწრებთ ჩვენს ტელეფონის ნომერს, აუცილებლად დამგვიეკეთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრება. ჩვენ შეცვლების ამგვარად გიპასუხებთ. ჩვენი ტელეფონის ნომერია 2388, ხოლო Skype-ის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით ჩვენ სტუმრები გახლავთ ბატონი მევას დატალაშვილი, პოეტი, ისტორიკოსი და ამავე სკოლის კურსდამთავრებული, ქალბატონი ნინო მინიაშვილი და ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი და ბატონი ზაზა ადანაია, თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების დოქტორანტი. ის ამჟამად მუშაობს უსინათლოთა პრობლემების, განათლების პრობლემების შესახებ. მე მოგწოდეთ ბატონო ზაზა, თუ რაიმე შემეშალა. მოდით უკვე უშუალოდ ჩვენს თემასთან დაკავშირებით გადავიდეთ და პირველ სიტყვას დავუთმობ ბატონ მევას დატალაშვილს. ბატონო ჯერ მოდით გვიამბეთ თავიდან როგორ დაიწყო სკოლის შექმნის, შენობრივი ნაგებობების ისტორიაზე ცოტა ვისაუბროთ თუ შეიძლება. Dana, rețelilor mogled. Problemele. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიაში დაიწყო ასეთი ეგრეთ წოდებული ბუმი უსინათლოთა სკოლების შეიქმნა სხვადასხვა ქალაქებში, ხარკოვში, პეტერბურგში და ასე შემოსვლაში და ერთ-ერთი მაგარი ამიერკავკასიის ცენტრალური ქალაქი იყო თბილისი, მოგეხსენებათ და თბილისშიც დაიწყო 80-იან წლებში მე-19 საუკუნის სერიოზული მოძრაობა. ქალბატონი ნინო აბაშიძე ბუგაევსკაია ასეთი ძალიან პატრონსილი პიროვნება ჩვენი თვალსაზრისით და მისი უშუალო ძალისხმევით მან მოახერხა რომ შეექმნა უსინათლოთა სკოლა. თავიდან დაიწყო გალობაების სწავლება, შრომის და შორს რო არ გავყვეთ და ეს შენობა რომელიც ამჟამად გვაქვს ეს არის 1900 წელს აშენებული. მანამდე არ იყო ჩვენი სკოლა არსებობდა სხვადასხვა იყო რა ასე ვთქვათ შეგედლებული იყო თავადმა ფალავანდიშვილმა აჩუქა ეს ტერიტორია. თავად რაც შეეხება ტერიტორიის ჩუქებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები. ხო რაღაც მასში იყო, ისტორიაში იყო ნახსენები, რომ თითქოს რაღაცა ფული რაღაც ცნობებში იყო ესე, რომ ვითომ ეს ტერიტორია შეიძინეს. სინამდვილეში იყო ნაჩუქარი, ხო ესე? არა, ნაჩუქარი იყო მიწა. შენობის აშენებისათვის აგროვებდნენ სახსრებს, უთი ჩამოკიდეს იქა და შემოწირულებს აგროვებდნენ და ჩვენი სკოლის პედაგოგმა ბატონმა გიორგი მირევაძიშვილმა განსხვავებულმა ძალიან კარგი ნაშრომი გააკეთა სკოლის შექმნა, ისტორია და ასე შემდეგ. ეს იყო მაგრამ პარდაუდებელი საქმე. გახსნა როდის მოხდა ეხლა იყო 108 წელი საერთო სკოლა გაიხსნა 108 წლის. უსინათლოთა სკოლა. დიახ, თვითონ შენობა ნაგებობა. არა, შენობა 1900 წლიდან არის, აი ბატონი ზარდა დამეთანხმება. კარგად მუშაობს მართებებზე ძალიან აქტიურად. სპეციალური რაღაცები უსინათლოებისათვის სპეციალური შენობა აშენდა, ხო მე როგორც? იმ დროს ასე ჩამოყალიბებული შეიძლება არ ჰქონდათ, მაგრამ გაკეთდა ძალიან ისეთი კარგი შენობა, რომ ეხლაც ძლიერად დგას და რა ვიცი. კი ეხლა დიდი დრო გავიდა. ისტორიულ ძეგლად არის ეხლა უკვე
ქალაქის იმ ნაგებობებში შედის, რომელიც ისტორიული ძეგლია. ხო, როგორც ჩემს არის ცნობილი, სპეციალურად აშენდა ეს შენობა, რაღაცა სპეციალური კუთხები ჰქონდა, განიცდიო, კვალი კუთხები ჰქონდა, რომ უსინათლოდ დასჯა. ხო, არ დაზიანებული იყო, ხო, ესე იყო. თვითონ გახსნის შესახებ რო გითხრათ, ღონისძიებას რაღაცა გრანდიოზული ღონისძიება მოეწყო, ხო, ესე იყო და მონაწილეობდნენ საეკლესიო პირები მაღალი ჩინის ასე ვთქვათ თავმართებლებისა და ის წარმომადგენლები იყვნენ. თვით იმპერატრიცას წერილიც იყო მოსალოდნელი და მოუწოდებდა საზოგადოებას მარია ალექსანდროვნა, რომ თბილისის უსინათლო ბავშვებს დახმარებოდნენ და ძალიან სერიოზული შესაძლებელი ყუთის შესახებ მის შესაძლებელი ყუთი და ჩვენ სიშკარელოა ჩვენ სკოლის იმის წია და იქ ეწერა რომ უსინათლო ბავშვებს დაეხმარებოდა და ამ შესაძლებლობით აშენდა ის შენობა ძირითადად რა შენობის აღშენების ხარჯები სწორედ ამ და საკმაოდ ბევრი შრომა ჩადო იქ აი შეიძლება ბატონმაზადამოგე იქ იყო ხევი გასაწმენდი ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ფიზიკურად ხალხმა იმუშავა ფიზიკურად რომ აი ადგილი გასწორებული იყო სწორად დამგვარებული იყო ესე იგი ნორმალურმა და შედიერი ეზოგაგეთა და გამის რა დრო დასჭირდა თვითონ შენობა არის მაგას მე არის მე როგორც ისე დაახლოებით 2 წელი ეგრე იყო ერთ ნახევარი 2 წელი დაახლოებით ასე ეს ჩვენ ასე გავაგრძელოთ იქით აქეთ რა წამოვართ როგორ წამოვართ საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს და ამიტომ მინდოდა ვესაუბროთ ცოტა იქ იყო კიდე რაღაცა სპეციალური ცენტრი გაიხსნა ხო მეორე სართულზე სპეციალური თვალის თავიდან კი თავიდან იყო შაკილოვის მამა შაკილო აი ეს მე რეკომისი ქალიშვილი შაკილო ყველა მისი თვალის აი მამა შაკილოვი იყო ერთ-ერთი აქტიური ქველმოქმედების წესით უნალობდა უსინათლოდ და იქ გაიხსნა თვალის კლინიკა. კათოლიკე პროტესტი იყო ხო როგორც შემსავალ. იცით როგორ იყო ახლა განათლება და ჯანმრთელობა და რა შეიძლება რა დუბლირება ხდებოდა იქ მაგრამ სანამ ეს არხელისუფლება დაყენებოდა მანამდე ნუ ყველაფერი შემდეგ უკვე ძალიან განათლების სამინისტროს დარჩა ეს შენობა მანამდე წავიდა ეს თვალის კლინიკა გადავიდა სხვაგან და ძალიანად დარჩა მე უსინათლოება. მოდით მითხარით და ერთ ვიტყვი მარტო კიდე რომ უსინათლოთა საზოგადოების შექმნის საფასისო წერტილი იყო სწორედ ჩვენი სკოლა. აი სწორედ ამაზე სანამ გადავთ გითხარით რა ისწავლებოდა იმ სკოლაში რის შედეგადაც შემდეგ უკვე ეს არის თავიდან ეს იყო შრომავები შეესწავლა აი ხელსაქმე რა კი შეიძლება ერვა იყო ქსოვა იყო ჯაგრისები იყო თუ რა ასევე ასწავლიდნენ გალობას საგუნდო სიმღერებს და ნუ რაიტად იგივე ხეზე სადურგლო რაც კი შეიძლებოდა რომ ეკეთებინათ უსინათლოება სახალათოც კი აი ესეთი რაღაცებს ასწავლდნენ თანდათან მე ეს თავიდან პირდაპირ ესეთი ახლა სკოლა გვაქვს ასეთი ის კი არის მაგრამ თანდათან დაი სკოლა იყო იმიტომ რომ ასწავლიდნენ ბრაილის შრიფტ ბრაილით რომელსაც მიუხედავად იმისა რომ ეს კომპიუტერული ტექნიკა შემოვიდა და ძალიან კარგია ბრაილის დაკარგვა და იგნორება არ შეიძლება ამან გადაარჩინა მსოფლიო უსინათლოების ჩემპიონი ხო სპეციალურად გაწვილი დროები ჰქონდათ მოსწავლეებს დილის წრებულს ადილის მე რაღაცა გაკვეთილები ჰქონდათ მე ხელსაქმეზე გადადიოდნენ და ასე იგი არა იყო უნარჩვევების ახლა რა გითხრათ ახლა რო ეძახიან და სწორედ ამ წელს როგორც ახსენეთ 2019 წელს ჩამოყალიბდა ხო სენტრალ კავშირი სურვილით რისი სურვილი ანუ თქვენ მითხარით პირად საუბარში რომ რაღაცა გაიხსნა სპეციალური ცენტრი ჩოთქების რაღაცებს აწარმოებდნენ სკოლაში და მე სენტრალ კავშირად ჩამოყალიბდა პედაგოგები ხო და საქართველოს მოვლენით ვიტყვი მე ეგრე ბატონზადას ახალმოყალიბდა და ესე იგი იყო სკოლის პედაგოგი ჯაგრისების ერვას ეძახდნენ. ჯაგრისების ერვის პედაგოგი ავთანდილ ციხიშვილი, თვითონაც უსინათლო. მან აი სწორედ ამ სკოლაში პირველი ესე იგი ვთქვათ, ჩანასახი უსინათლოთა საზოგადოების შექმნა სწორედ ავთანდილ ციხიშვილი.
უსინათლოდა სკოლაში მაღალი კლასის ბავშვები, გარედან ახალდამთავრებულები, უკვე დიდები, რომელიც ცალკე კერძოებით ეწეოდნენ თავის რჩენას, შეკრიბა, სკოლაში თავისი ოთახი დაუთმო და იქ დაიწყეს პირველი 26 წელს. თუმცა სკოლის ადმინისტრაცია ცოტა ხეშადული გადაეკიდა და მილიციას კი მოუყვანა და მაგრამ დაიწყო აქედან და სკოლა იყო ათვლის წერტილი, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების შექმნის. ეს საზოგადოება 26-დან ფუნქციონირებს. 1000 მოდით უკვე გადავიდეთ ქალბატონ ნინოსთან, გადავიდეთ. ქალბატონ ნინო, მოდით გითხრათ, თქვენი შესახებ, როგორც ვიცით, ჩვენ სტუდიაში მოგია, რომ დაწყებითი კლასის პედაგოგი ხართ და ღონისძიების შესახებ გვიამბეთ, ვინ იყო ჩართული ამ ღონისძიებაში, რატომ მაინც და მაინც 108 წლის იუბილე და არა მრავალი თარიღი. შეეხება ღონისძიებას, როგორც უკვე აღნიშნეთ, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება სკოლაში, რომელიც როგორც ვთქვათ, 128 წლიანი იყო მიძღვნილი. ოდიშ სიხდით და თუ შეიძლება თან ფოტოები გავუშვათ, სახელწოდებით ან მარიამ ქვია, ან ფოტოკოლაჟი, თუ შეიძლება თან ჩვენ საუბართან ერთად ფოტოებს გავუშვათ. დიახ, ქალბატონო, მიგესმენთ. ოდიშ სიხდით რომ შეგაწყვეტინეთ, ჩვეულებრივ გამოგზავნოთ საუბარი. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ღონისძიების ჩატარება, რადგან სკოლის ისტორიაში მსგავსი აქტივობა არ განხორციელებულა დამონახებია ალბათ დამსწრებით. ძალიან ბევრი შრომა ამისათვის ჩვენმა ხელმძღვანელმა მას მოსვლის დღიდან აწუხებს, ეს იდეა მოსვლის დღიდან გეგმავს ამ იდეის განხორციელებას. იგი არის ძალიან ახალგაზრდა, კრეატიული და მიჭირდა მუდმივად სიახლეების ძიებაში, როგორც ხედავთ, გამოვიდა კიდეც ღონისძიება შედგა, იყო ძალიან სასიამოვნო, გარემო ბევრი სიხარული ცრემლისები და იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ამ ღონისძიებაზე. მნიშვნელოვანი სტუმრის შესახებ თუ შეიძლება მოგახსენებთ, ახლა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, წარმატებული კურსდამთავრებულები, მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე არიან გასული, გამოვყო რამდენიმე მათგანს, მათ შორის ქალბატონი დიანა ლუცკაია, რომელიც მოგესალმებათ როგორც წარმატებული მომღერალი ამზადებდა ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ვარსკვლავია, იგი არის ძალიან კარგი ადამიანი, ქველმოქმედი და ძალიან წარჩინებული პიროვნება. ის ქველმოქმედება მიტყულა და მithქვამს, იგი მუდმივად ზრუნავს ჩვენ ბავშვებზე, მიყავს ისინი სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. ეხმარება სკოლას სხვადასხვა საჭირო ინვენტარით, თეთრი ხელშეკრულება იქნება ბრაილის საათები და ასე შემდეგ. ღონისძიების მონაწილეობაში სხვა მეუბნე გარკვეული სპეციალურად გამოსახულისთვის ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მივიღეთ, ვარშავშიც სიტყვები მიმართავს საზოგადოებისადმი. საქმეს სტუმრობდა ასევე სოფლიო დროის საოპერო მომღერალი, საქართველოში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი კაპიტანი სულხანი ყველისა, რომელმაც ძალიან სასიამოვნო არები შეუსრულა და გაახარა მსმენელის გული. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ამ ღონისძიებაზე, კიდევ არის აგერ ჩვენს პატონ რეზოც გამოვიდეს ლექსით დაიკითხა, პოეტის ჩვენი უნიკიერი პოეტია და უამრავი ადამიანი, მნიშვნელოვანი ადამიანი ღებულობდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და ანუ რამდენი ხნის მანძილზე მომზადება რამდენი დრო დაჭირდა ღონისძიების ძალიან დიდი ხანი იზრდებოდა სკოლა ამისთვის, რამდენიმე თვის მანძილზე დაუღალავად შრომობდნენ სკოლის ღონისძიების ორგანიზატორები ამ ზიანის მოწყობისთვის, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მართლა ძალიან დიდი იყო, სათქმელი ბევრი იყო, ამხელა ისტორია უნდა ჩატარულიყო ერთ საღამოში და ცოტა რამდენად მოხერხდა ის როგორც გეგმავდნენ მოლოდინები გამართლდა თუ არა ის ნაწილი მოლოდინისა რა თქმა უნდა გამართლდა, ნაწილი დარჩა, მაგრამ საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ღონისძიება შედგა და დამსწრეს სტუმრები კმაყოფილებული დარჩა. მოდით ქალბატონო ნინო, ახლა გადავიდეთ უშუალოდ იმ თემასთან დაკავშირებით, რაც სკოლაში ხდება, ხო? სკოლის სიტუაციაზე ვსაუბრობთ. მოდით თქვენ გარკვეული რა თქმა უნდა
არანაირი საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ისინი საზღვარგარეთაც იყვნენ სტაჟირებაზე. მე გავხდით მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მქონდა საშუალება მიახავ პეტინსის უცინათო თეორიული სკოლა. იქ მიღებულ გამოცდილებას ნანახ მეთოდოლოგიებს ჩვენ მე სასწავლო პროცესში დავცდილობთ ბავშვებს გავავადილოთ სწავლა. ზოგადად პედაგოგის შრომა ძალიან დაუფასებელია და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ სკოლაში ეს ათმაგად რთულია, თუმცა ძალიან საინტერესო. მე მინდა გითხრათ, რომ შემოთავაზოთ საუკეთესო სკოლაში გადასვლა ნამდვილად არ წავალ, იმიტომ რომ ეს არის სკოლა, სადაც მე ვიპოვე საკუთარი თავი. Այդտեղնաս են սիրտուլები, դրաս կույս մոտանաշի, դա սիրտուլები է, կույն դրաս կույս մոտանաշի, սիրտուլები է, ძალიან რთულია უსინათლო და მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანს შეამეცნებინა სამყარო ისეთი როგორიც არის. ყველაზე დიდი სირთულე არის ეს ცნობების გააზრება. ჩვენ შრომით ძალიან ბევრს ამისთვის ქმნით სხვადასხვა ტიპის რესურსებს და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის საუკეთესო კონსულტანტი არის ჩემი უსინათლო მეგობარი, რომელიც მიხსნის მეხმარება მაძლევს რჩევას, როგორ გავაკეთო რესურსი ისე, რომ ბავშვისთვის იყოს გასაგები და ხელმისაწვდომი. აი თქვენაც თქვით, რომ ტრენინგები, რომელსაც მე შემდგომ სხვა სკოლებში მიდიხართ, რაიონებში მიდიხართ, თქვენ ასეა. და თან ამბობთ იმას, რომ ამ სკოლაზე უკეთესი არ არის ხო არაფერი. როგორ ფიქრობთ, ეს ტრენინგების ჩატარება არის თუ არა შედეგის მომცველი, რასაც თქვენი მსახურების პერიოდი? იცით რა, ჩვენი როგორც გითხარით და არ მithkomს თანამშრომლობ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრთან მეგობართან ერთად გავაკეთეთ ჩვენ რა არის შესწავლის მოდული და კიდევ მონაწილეობას ვიღებთ სხვა მოდულების გადაჭრის საზოგადოებასთან. და დავდივართ ჩვენ სხვადასხვა რეგიონებში და ვატარებთ ამ ტრენინგებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უსინათლო ადამიანის სწავლება მხოლოდ ბრალეშები არ არის. უამრავი რამ არის საჭირო, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, როდესაც ამ ტიპის დარღვევის მქონე ადამიანთან გვსაუბრობთ. მოდით ვისაუბროთ დეტალებზე, თუ შეიძლება, აი რა ტიპის დეტალებს გვეცნობთ, ვიხარით კონკრეტულად. აი რა ტიპის რა პრობლემებს წარსდგენ უსინათლო მოსწავლეები ჩვეულებრივ სასწავლებელში? აი თქვენ როგორ ვფიქრობთ? ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიძლება წარმოიქმნას არაადაპტირებული ბავშვის სივრცეში დამოკიდებლად გადაადგილება. ამისათვის ჩვენ სკოლას აქვს უამრავი სერვისი, რაც სხვა სკოლებს არ აქვს. მაგალითად, ტარდებათ მათ დამატებითი გაკვეთილები, ისეთები როგორც არის სივრცითის და საყოფაცხოვრებო ორიენტაცია. ისინი სწავლობენ სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილებას, იძენენ საყოფაცხოვრებო და თავისუფლების უნარჩვევებს. და თქვენ როცა ტრენინგებს ატარებთ მასწავლებელთან დაკავშირებით, ისინი ამ მხრივ აღებულობენ განათლებას? ორ კვირაში ამხელა განათლებას ვერ მიიღებენ. ჩვენ თვეები გავდივართ ამ ტრენინგებზე, რა თქმა უნდა, ორ კვირაში ამ ყველაფრის ჩატარება შეუძლებელია. თუმცა ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ და მათაც იქნება საშუალება შემდგომში დაესწრნენ ტრენინგი. აი რა ინფორმაციას იღებენ მონიტორინგის პროგრამაში, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შედეგადაც შეიძლება უსინათლო მოსწავლე მისცალოს ჩვეულებრივ სკოლაში. რას გულისხმობთ ამ ტრენინგში? ისინი სწავლობენ მეთოდოლოგიებსა და სტრატეგიებს, რომელიც გამოიყენება დაწყებით კლასებში ბრალეშების სწავლებისთვის. და სხვა საერთოდ სხვა როგორ არა, გვაქვს ჩვენ მოსამზადებელი პერიოდი, სადაც უშუალოდ ბრალეშების შესწავლაზე გადავალთ. ისინი სწავლობენ მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვის კოგნიტიური განვითარების თავისებურებებს, მათი ფუნქციური უნარჩვევების თავისებურებებს, რა პრობლემას შეიძლება შეექმნას ამ ტიპის მოსწავლის სწავლებისას პედაგოგს და ისეთ ფასტის პრობლემებს რაც ნაჩვენია. ფსიქოლოგიურად ეგრადებიან ალბათ ხო? სავარაუდოდ. მაგრამ ეს რა მაინტერესებს, აი ამზადებთ თქვენ მასწავლებლებს და თან ამავდროულად იქ არიან უამრავი სხვა